მოგესალმებით 5 ვარსკვლავიანი მცურავი სასტუმროდან. საკრუიზო მოგზაურობას ვიწყებ. წარმოიდგინე უზარმაზარი 5 ვარსკვლავიანი all-inclusive სასტუმრო, რომელიც დაცურავს და ერთ მოგზაურობაში საშუალებას გაძლევს თან გაერთო, თან დაისვენო და თან მოინახულოს სხვადასხვა ქვეყანა თუ ქალაქი. სამოგზაუროდ შენ კი არ მიდიხარ, სანამ ტკბილად გძინავს ქვეყნები თავად მოდის შენთან. არანაირი დაღლა, სტრესი და უსასრულო ბარგის ლაგება. ამ ბლოგში ნახავთ თუ როგორია ცხოვრება მცურავ სასტუმროში. ვიმოგზაურებ სამ ქვეყანაში და გაჩვენებთ თუ რატომ არის საკრუიზო მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა მსოფლიოს აღმოსაჩენად. საკრუიზო მოგზაურობას ვიწყებ იტალიიდან, კერძოდ ქალაქ სავონადან. ესეც ქალაქის პორტი. ჯერ ჩავაბაროთ ჩვენი ჩემოდანი. რუმინეთიდან ვარო და ქართველი თამაშობს ჩვენ. რომ გაიგო, ქართველები ვიყავით, ძალიან გაუხარდა. დიდი სიამაყით მოიხსენიებდა ანზორს, მოკლედ რა ვართ ეს ქართველები. ჩემი ჩემოდანი დავაბინავეთ, ახლა უშუალოდ რეგისტრაციის გავლა დარჩა. ავსებენ მონაცემებს, გიღებენ ფოტოს, რადგან გემის შესვლა დატოვებისას ასკანირებენ შენს კოსტას ბარათს და იქ ჩანს. ასევე იყენებს სხვადასხვა სერვისებისთვის. AI ასისტენტმა რომ გიცნოს, თუმცა ამაზე მოგვიანებით და შემდეგ გაძლევენ კოსტას ბარათს. როგორც იქნა, კრუიზსაც შევუერთდი. ამ წუთიდან ვიწყებ დაუვიწყარ საკრუიზო თავგადასავალს, თუმცა მანამდე ჩემი ოთახი უნდა მოძებნო, რაც გამოგიტყდებით და არც თუ ისე მარტივია, რადგან გემი არის 19 სართულიანი და 2663 კაბინაა. მოდი და იპოვე ახლა შენი სად არის. კარგი, ხუმრობ, მარტივი საპოვნელია, თუმცა გამოგიტყდებით და ყველაზე მეტად ამ ლაბირინთებში სიარული მომნატრებია. ჩემს ოთახს დაგათვალიერებინებთ, სადაც შემდეგი 5 დღე ვიქნები. საკმაოდ დიდი, კომფორტული ტელევიზორიც აქვე მაქვს და ღია ზღვაში რომ ვიქნებით, აქ კადრებია ხოლმე როგორ მიცურავს ჩვენი გემი და რა ხედებია, მაგრამ მთავარი როგორი ხედი გვექნება ჩვენი ოთახიდან. ნუ ახლა პორტში ვდგავართ, მაგრამ წარმოიდგინეთ, ღია ზღვაში რომ გავალთ, აქ რა საოცრება იქნება. აი ესე დავჯდები ხოლმე და ვიფიქრებ ამ ცხოვრების ამაოებაზე. გატყუებთ, შემდეგ ტურებს დავგეგმავ ხოლმე აქ. წავედით, ახლა ძალიან მშია და შევჭამოთ რამე. უი, ლამის დამავიწყდა. ნომერი სრულად არ დამითვალიერებინებია თქვენთვის. აქ გვაქვს ესეთი კარა და საკმაოდ დიდი. უცებ განახებთ. ესეც ჩვენი აბაზანა. და აქაც მეორე კარა და დასაცმელებისთვის. ბახშმამდე ჯერ ადრეა, ამიტომ წავედით ახლა ბუფეტისკენ. ძალიან მშია. სამზარეულოს მრავალფეროვნებას ცალკე დაუთმობ დროს და ისე განვიხილავ. ახლა კი ძალიან მოკლედ გაგაცნობთ ჩვენს კრუიზს. შემდეგ კი ცის ბილიკებზე, ეგრეთ წოდებულ Skywalk-ზე გავისეირნოთ. და მაინც რა ხდება გემის შიგნით? იქ, სადაც პატარა ქალაქი ცხოვრობს. საკრუიზო გემი უბრალოდ ტრანსპორტი არ არის. ეს მოძრავი ქალაქია ზღვაზე. რესტორნები, თეატრები, აუზები, სპორტული დარბაზი, კაზინო, ბარები, ყველაფერი ერთ სივრცეში. ფართო ლობი, სადაც ყოველდღე ჟღერს ლაივ მუსიკა. ქუჩა, რომელიც რეალური ქალაქის ქუჩას გავს. ბარები, მაღაზიები, კაფეები, აუზები, ჯაკუზები, შოუ-ბიზნესის სცენები. პატარა კუთხეები, სადაც შეგიძლიათ ჩამოჭდე, ისაუბრო, წაიკითხო ან იმუშაო. მრავალფეროვანი რესტორნები, ახალი მენიუ ყოველდღე, ბავშვებისთვის მოწყობილი ზონები და საბავშვო ბაღი. და კიდევ პიაცას მოედანი, კოლოზეუმი, Skywalk. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც გემზე დაგხვდებათ.
სანამ გემი პორტს დატოვებს, ავიდეთ ზემოთ და ხედები ვნახოთ. ცოტა გავისეირნოთ Skywalks-ს და უბრალოდ ნახეთ რა სილამაზეა. შემდეგ რატომღაც ერთ-ერთ ბარში აღმოჩნდი. ნეტა როგორ? არ ვიცი, სულ თავისით. ჩამოვასხათ აბეროლი, რადგან საკმაოდ დამღლელი დღე იყო, განტვირთვა საჭიროა და გავემართოთ ჩვენი ნომრისკენ. საღამოს ნომერში დაბრუნებულებს კი ჩვენ ჩემოდანი აი ასე დაგვახვედრეს. ძალიან კომფორტულია. არ შემიძლია ეს ლაქშერი, მაგრამ ეს კამს რო გამოგიწევ შენ შეიფერე, მარია. ამას მე რეხ მითხო ნახავა რა. კრად გაერთო. რაც შეეხება ვახშამს, კრუიზის განმავლობაში მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი 3 შეფმზარეული გვემსახურება: იტალიელი, ფრანგი და ესპანელი. მენიუს კოსტას აპლიკაციიდან ვარჩევთ. ყოველ დღე სხვადასხვა შეფის მენიუა. გამოგიტყდებით და უმრავლესობა კერძების ან უნდა დაგუგლოთ, ან უბრალოდ ენდოთ ინტუიციას, თუმცა ყველა კარგია. ან ჩემსავით, როგორც ხშირ შემთხვევაში ვიქცეოდი, მიმტანისგან იღებდეთ რეკომენდაციებს. ასე გამოიყურება ჩემს მიერ შერჩეული უმშვენიერესი აპეტაიზერი, ორაგულის სტარტი, უგემრიელესია. ეს ჩემი პირველი კერძია, გამომცხვარი კანელონი რიკოტას ყველით და ისპანახით. ეს გიოს რავიოლის მსგავსი რაღაც, რომელიც მე შევურჩიე, რადგან ესეც მაინტერესებდა რა იყო. მოვპაროთ, ამას ვინ ეკითხება. თავარ კერძად შევარჩიე შეფის რეკომენდირებული კერძი, საქონლის ფილე რაღაცებით. დავწერაკ. ცუდი ნამდვილად არ იყო და ბოლოს დესერტის ჯერიც მოვიდა. სემოლინის სტარტი ალუბლით ჩემთვის და გიომ მანდარინის აფეთქება შეუკვეთა, რომელიც გამოგიტყდებით და ვიზუალურად უფრო მომეწონა და სიხარულით დამეთმა. ორივე გემრიელი იყო. გემის თავში ვარ და ჩვენი ოთახი არის ბოლოში. და ასეთ თერაპნებში ვიწევს სიარული. აღარ მახსოვს რა ნომერია ჩვენი და ბარათები მეზობს და არ მელოდება. ძალიან სასიამოვნოდ გავატარე საღამო მეგობრების სასიამოვნო გარემოცვაში. არა ოთახს არ გაჩვენებ. ცოტაც დავთვერი ამასობაში, თუმცა რა დროს ძილია. კრუიზზე მეორე ცხოვრება, ღამის გართობა იწყება. გიომ დამტოვა. ავიდა მეგობრებთან ერთად. შევიდა ინტერესებს რა ხდება ცხოვრებაზე. დილით უკვე მარსელში გავიღვიძე. არანაირი აეროპორტში ლოდინი, პასპორტ და უსაფრთხოების კონტროლის რიგში დგომა და დაღლა. მე სანამ ტკბილად მეძინა, ახალ ქვეყანაში შევცურე. აი ამიტომ მიყვარს კრუიზი. შეგიძლიათ უფასო შატლს დაელოდოთ ქალაქისკენ ან გამოიძახოთ ტაქსი. მე ტაქსი ვამჯობინე, რადგან უფრო სწრაფია და სულ რაღაც 10 ევრო დამიჯდა მგზავრობა. და ასევე მარსელის ქუჩებში ტაქსით ხომ უნდა გაისეირნო არა? აქ იმ მუსიკას დავადებდი ჩვენ რომ ვიცით, მაგრამ YouTube copyright-ს დამადებს, ამიტომ წარმოიდგინეთ. მართალია დენიელი არ შემხვდა ტაქსის მძღოლად, მაგრამ ამ მძღოლმა საკმაოდ სწრაფად მოგვიყვანა მარსელის ძველ პორტამდე. აქედან კი დავიწყებთ ჩვენს მოგზაურობას და დავათვალიერებთ უცებ მარსელს, იცით რითი ვაპირებთ მარსელის ქუჩების მოვლას, პატარა ძველი მატარებლით. აი, ამ მატარებლით უნდა შემოვიაროთ მარსელის ქუჩები და დავათვალიეროთ მთავარი სანახაობები. აი, აქ უნდა შეიძინოთ ბილეთები, მგზავრობა ერთი ზრდასრული 10 ევრო ღირს, ბავშვები კი 5 ევრო. არის ორი მარშრუტი, ერთი რომელიც ქალაქის ცენტრში არ ტყავს წრეს და მეორე უფრო დიდ წრეს აკეთებ. რიგი ნახეთ. აი, ასეთი საყვარელი მატარებელია. მართალია რიგი საკმაოდ დიდია, მაგრამ როგორც გავიგეთ, ყოველ 15 წუთში ერთხელ მოდის. როგორც ჩანს, ემზადებიან უკვე საშობაო სოფლებისთვის ესეთ ცენტრი. ეს ჩვენი მატარებელი. ცოტა ვიწროდ კივზი ვარ, მაგრამ არა უშავს.
მატარებელი პირდაპირ პორტიდან იწყებს მოძრაობას. აქვე იგრძნობ, რომ მარსელის ზღვით ცხოვრობს. ნავები, მარილიანი ჰაერი და ქალაქი, რომელიც სულ მოძრაობაშია. ნელავს ეირნობთ ძველ ქუჩებში. ეს არ არის უბრალოდ ტრანსპორტი. ეს არის პატარა დროის მანქანა. მატარებელი გატარებს მთავარ ღირსშესანიშნაობებთან. ხედები კი თანდათან უფრო შთამბეჭდავი ხდება. მოვედით ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სიმბოლურ ადგილას, ღვთისმშობლის გვარდიის ბაზილიკასთან. მე-19 საუკუნეში აგებული ბაზილიკა ქალაქის უმაღლეს წერტილზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში მეზღვაურების დამცველად ითვლებოდა. მისი ოქროსფერი ღვთისმშობლის ქანდაკება თითქმის მთელი მარსელიდან ჩანს, ხოლო ზემოდან იშლება 360 გრადუსიანი ხედი ქალაქზე, პორტზე და ხმელთაშუა ზღვაზე. ადგილი, სადაც მარსელის მასშტაბს და სილამაზეს ყველაზე კარგად გრძნობ. აბა რა სიტყვით, წამოხვიდოდით ასეთ მოგზაურობაში, თან კრუიზი, თან გართობა, თან ყოველდღე ახალ-ახალი ქვეყანა და ქალაქი, თავისი ულამაზესი და ჯადოსნური სანახაობებით. მოკლედ რომ შევაჯამოთ, თუ პირველად ხარ მარსელში და ცოტა დრო გაქვს, მატარებლით გასეირნება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ქალაქის გასაცნობად. არ იღლები, არ იკარგები და თან ყველაფერს მშვიდად აგვირდები. პორტში დაბრუნებულს დრო კიდევ მქონდა, ასე რომ გადავწყვიტე მარსელის ქუჩებში უბრალოდ მესეირნა და დავმტყარიყავი აქაური ატმოსფეროთი. საღამოს კი დავუბრუნდით ჩემს კრუიზს. დღეს საღამოს თეატრში ხომ არ წავსულიყავით? რა პრობლემაა? ვეწვიოთ კოლოსეუმს, ჩვენი კრუიზის ამფითეატრს. კრუიზის შუაგულში არის კოლიზეუმი, არც მეტი და არც ნაკლები, აი ასეთი უზარმაზარი და ულამაზესი სცენა, სადაც ყოველდღურად სხვადასხვა წარმოდგენებია ხოლმე. შეგიძლია მოხვიდეთ, დაესწროთ, ისიამოვნოთ უგემრიელეს კოქტეილებთან ერთად. სცენა სამსართულიანია, განათება და ეკრანები კი მთელ სივრცეს ცოცხალს ხდის. თავად კოლოსეუმი არქიტექტურულადაც შთამბეჭდავია. მაღალი ჭერი, ფართო ხედვა ყველა იარუსიდან და ისეთი ატმოსფერო თითქოს არ აგემზემ, არამედ დიდი ქალაქის თეატრში ხარ. ეს არის ადგილი, სადაც კრუიზის საღამოები ნამდვილ შოუს ემსგავსება. უკვე იმდენად მივეჩვიე ასეთ ხედზე გაღვიძებას, დილით თან თოლიებიც რომ სტუმრობენ და მაცილებენ ნაპირზე, სახლში დაბრუნებულს რა მეშველება? ხო მართლა, ამჯერად ბარსელონას პორტში შემოვცურეთ. სანამ ქალაქში გავალთ, მოდი ვისაუზმოთ და თან გაჩვენებთ თუ როგორი საუზმეა კრუიზზე. კრუიზზე ყვება ძალიან მრავალფეროვანია და ამავდროულად გემრიელი. აქ გვაქვს რძის პროდუქტები, თაფლი და სხვადასხვა სახეობის ჯემები და ძეხვეულის მრავალფეროვანი არჩევანი, ასევე თევზეულით. პურფუნთუშეულის საოცრად გემრიელი და მრავალფეროვანი არჩევანია. ეს პატარა ბაგეტები ისეთი გემრიელია, ამის მეც არაფერს მივირთმევდი. საუზმე ომლეტის გარეშე ცოტა წარმოუდგენელი იქნებოდა. აქაც მრავალფეროვანი არჩევანია. გადავინაცვლოთ სხვა სივრცეებში. დილით ლობიო არ ვიცი ვის შეიძლება უნდოდეს, მაგრამ თუ მოგინდათ, არ იქნება პრობლემა. აქ გვაქვს გრილზე მომზადებული ბეკონი და სოსისები პომიდორთან ერთად და ქათმის სტეიკებიც აქვეა. ახლად კბილეული. სუსტი გულის მქონეებმა თვალები დახუჭეთ. კრუასანები, ფუნთუშები, დონატები და სხვა მსგავსი გემრიელობების უამრავი არჩევანია. იოგურტები, თხილეულ, ჩირეულ, ხილეული, შვრიის ფანტელებით და მსგავსი ჯანსაღი ვარიანტებიცაა. და ფანკეიქები. მათ გარეშე როგორ? ხო, ასევე არის სხვადასხვა სახეობის ნატურალური წვენები, წყალი, ჩაი, ყავა თავისთავად. ჩამოვისხოთ კაპუჩინოც და ეგ არის. გამოხვალთ თუ არა თქვენი კრუიზიდან, დგას ავტობუსები და გადიხართ ქალაქის ცენტრში. გზავრობა კი ღირს 4 ევრო, 2 გზა, თითო ადამიანი.
დღეს ბარსელონაში ვარ. ქალაქში, სადაც ძველი ისტორია და თანამედროვე რიტმი ერთმანეთში ირევა. პირველი რაც ბარსელონაში ჩამოსვლისას გავაკეთე, ეს იყო ჩემთვის უსაყვარლეს ადგილს გოთუ რუბანს ვესტუმრე. ამ ქუჩებში სეირნობა მართლაც ძალიან სასიამოვნოა და ღამით კიდევ უფრო მისტიკური და ლამაზია აქაურობა. ვიწრო ქუჩები, ქვის შენობები და აივნები, სადაც დრო თითქოს გაჩერებულია. ამბობენ, რომ ამ უბნის ნაწილი რომაული პერიოდის დროს არის აშენებული და ზოგი ქუჩა თითქმის 2000 წლის ისტორიის მატარებელია. რაც უფრო წინ მივდივარ, ქალაქი ნელა იცვლის სახეს. ძველი ბარსელონა ახალ ბარსელონაში გადადის და ასე მოვედი საგრადა ფამილიასთან. ესეც საგრადა ფამილია ბარსელონას სავიზიტო ბარათი. საინტერესოა, რომ საგრადა ფამილიას არც ერთი კუთხე არ აქვს ზუსტად სწორი. ანტონი გაუდიმ სპეციალურად გააკეთა ასე, რადგან თვლიდა, რომ ბუნებაში სწორი ხაზები თითქმის არ არსებობს. და კიდევ ერთი, ხშირად საგრადა ფამილიის მშენებლობას პირამიდების მშენებლობას ადარებენ და ამბობენ, რომ უფრო დიდ ხანს გრძელდება, ვიდრე ეგვიპტის პირამიდების აშენება გრძელდებოდა. ფაქტია, რომ 1882 წლიდან უკვე 140 წელზე მეტია შენდება და დღემდე აქტიური მშენებლობა, რაც თანამედროვე მსოფლიოში უნიკალურ მოვლენად აქცევს. ეგვიპტის დიდი პირამიდები კი ისტორიკოსების შეფასებით 10 წლეულების განმავლობაში შენდებოდა. ძალიან დიდი და რთული პროექტები იყო, მაგრამ საბოლოოდ დასრულდა. სწორედ ამ განსხვავების გამო ჩნდება ეს შედარება. პირამიდები დასრულებული ცივილიზაციის სიმბოლოა, ხოლო საგრადა ფამილია ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბარსელონაში პირველად არ ვარ, მისი ძირითადი სანახაობები ყველა ნანახი მაქვს, გადავწყვიტე, რომ დღეს უბრალოდ ქალაქის ენერგეტიკით დავთვალიყავი და მის ქუჩებში მესეირნად. თუმცა, საგრადას ნახვის გარეშე ბარსელონას ნამდვილად ვერ დავტოვებ. და რა თქმა უნდა, ჩუროსის დაგემოვნების გარეშე არ უნდა დატოვოთ ბარსელონა. იცოდი, რომ ბარსელონას ცნობილი თაღი, გამარჯვების თაღი, არა გამარჯვების, როგორც პარიზში, არამედ პროგრესისა და ხელოვნების სიმბოლოა. 1888 წლის მსოფლიო გამოფენისთვის აშენდა და დღემდე ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილს წარმოადგენს. ქალაქში სეირნობით გული რომ ვიჯერე, დავუბრუნდი ჩემს კრუიზს. როგორ მიყვარს ხოლმე მთელი დღის დაღლილს ფანჯრიდან რომ დავინახავ და ასე მეგებება ჩემი კრუიზი. რაღაცნაირად სასიამოვნო შეგრძნება. სახლში დაბრუნებას გავს. აი რომ გამოცდით, მიხვდებით. დღეს კრუიზზე ზღვის დღეა. მთელი დღე ზღვაში ვართ. არანაირი ნაპირი, მხოლოდ ჰორიზონტი და გემის მშვიდი სვლა. დილა კრუიზის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრით დაიწყო. როგორც იცით, ტურისტული კომპანია მაქვს და ეს შეხვედრა პროფესიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე, ტურებზე და მომავალ გეგმებზე. დღეს როგორც გითხარით, მთელი დღე ზღვაში ვართ. ასეთი დღეები საკრუიზო მოგზაურობაში ყოველთვის განსაკუთრებულია. არსად გეჩქარება, გემი კი თავად ხდება ლოკაცია. აქ მუდმივად არის რაღაც გასაკეთებელი. აუზი, ბარები, შოუები, სპა, სხვადასხვა სივრცის ამუშაოდ ან უბრალოდ დასასვენებლად. კიდევ ერთი, შენს კოსტას აპლიკაციაში შეგიძლიათ თვალი ადევნო შენს მარშრუტს. რა მაგარია არა, ბარსელონადან ნეაპოლისკენ მივცუროთ და ახლა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მონაკვეთზე ვიმყოფებით. კორსიკასა და სარდინიას შორის, ბონიფაჯოს სრუტეში. ეს არის ადგილი, სადაც გრძნობ, რომ რეალურად მოძრაობ. მიწა ორივე მხარეს ჩანს, ზღვა კი იცვლის ფერს და გემის მასშტაბი უფრო აშკარა ხდება.
ახლა ვიმყოფები გემის უკიდურეს წერტილში, ეგრეთ წოდებულ Skywalk-ზე, საიდანაც ხელის გულივით ჩანს როგორც მთელი ჩვენი კრუიზი, ასევე მის გარშემო არსებული უზარმაზარი და ულამაზესი სივრცე. მართლაც საოცარია აქ ყოფნა. ასე გამოიყურება კოსტას ბარათი. იგი არის თქვენი ნომრის გასაღებიც, თქვენი საკრედიტო ბარათიც და მის საშუალებით შეგიძლიათ ყველაფრის ყიდვა. ხო, თქვენი პასპორტიც ასევე. მე მაქვს მაგალითად My Drinks პაკეტი შეძენილი და მის საშუალებით შემიძლია სარგებლო და ავიღო ნებისმიერი კოქტეილი, მათ შორის აპეროლ ბარშიც. მოდით ცოტა დავლიოთ და გავერთოთ. მე რა რომ შუა დღეა. გართობა დრო არ იცის. ხო, კიდევ რა შეიძლება აკეთო მთელი დღე ზღვაში? შეგიძლია მოიწყო პროფესიონალური ფოტოსესია. კრუიზის საკუთარი ფოტოგრაფები ყავს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სადაც არ უნდა დაგინახონ, მოდიან და გიღებენ ფოტოებს. სურვილი შემთხვევაში, რა თქმა უნდა. და როცა კრუიზი დასრულდება, შეგიძლია იქვე ფოტოატელიეში დაბეჭდო და სამახსოვროდ წამოიღო ფოტოალბომი. ძალიან კომფორტულია ჩემი აზრით. ახლა კი ლანჩის დრო მოვიდა და მოდი ვნახოთ თუ რა არჩევანია კრუიზზე. კრუიზი არის იტალიური. შესაბამისად, პასტის უამრავი და უგემრიელესი სახეობები დაგხვდებათ. ასევე, როგორც გავიგე, რომელ ქვეყანაშიც ვიმყოფებით, ძირითადად იმ ქვეყნისთვის დამახასიათებელი კერძები მზადდება კრუიზის პერიოდში, რაც კიდევ უფრო ავთენტურს ხდის მოგზაურობას. ახლა ტკბილეულობებს გაჩვენებთ. რა თქმა უნდა, ვეგეტარიანული კუთხეც აქ არის და ძალიან გემრიელადაც გამოიყურება ყველაფერი. ხო, ძალიან მხიარული და მეგობრული მომსახურე პერსონალია. როგორც ხედავთ, ძეხვეულის და ყველის მრავალფეროვანი არჩევანიც აქვეა და რა თქმა უნდა, თევზეულიც. ყველაფერი ისე გემრიელად გამოიყურება, არ ვიცი აქედან ცოცხალი როგორ გამოვაღწევ. უпростоრად თუ გამოვეტევი გემის კარებში. გადავინაცვლოთ სასმელებში. სხვადასხვა ნატურალური და გაზიანი სასმელები, ასევე ალკოჰოლურიც და ულიმიტო ჩამოსასხმელი ლუდი. ამასობაში მზეც ჩადის და ეს საოცრება სად თუ არა Skywalk-დან უნდა ნახოთ. მზის ჩასვლის ყურება ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია და როდესაც მას გემის უმაღლესი წერტილიდან უყურებ, თითქოს ცაში ხარ გამოკიდებული. საოცარი შეგრძნებაა. ეს არის მომენტი, როცა გრძნობ, რომ დრო ნელდება და ყველაფერი ირგვლივ უბრალოდ იდეალურია. მზე ჩავიდა. კრუიზზე კი ტრადიციულად ღამის ცხოვრება იწყება. დღეს რატომღაც ბარში წასვლის ხასიათზე ვარ. ცოცხალ მუსიკას მოვუსმენ გემრიელ ლუდთან ერთად. როგორ მიყვარს ასეთი საღამოები. დარწმუნებული ვარ, თქვენთანაც ასეა. სამეგობროს დიდი ხანია რომ გინდათ სადმე შეკრება და თავი ვერ მოაბით. კრუიზი იდეალური ვარიანტია. ყველა ერთ სივრცეში ხართ და ფიზიკურად ვერსად დაიმალებით. აი, აქ რომ უნდა შეიკრიბოთ და გვიანობამდე გქონდეთ საუბრები. ამაზე კარგი რა უნდა იყოს. ხო და ეს ის ნიშანი იყოს თქვენთვის, რომელსაც ელოდებით. შემდეგ იყო ღამის წვეულება, რომელიც არ მახსოვს. არა, ალკოჰოლის ბრალი არა, ამჯერად. უბრალოდ ცოტა შტორმია გარეთ და ზღვა ღელავს. ხო და ჩვენ სწორ ხაზზე სიარული გვიჭერს, მაგრამ თავარია ერთად ვართ. დღეს ნეაპოლში გავიღვიძე. არა გატყუებთ. უпростоრად დღეს რეალობამ გადაწყვიტა ხელოვნებად ქცეულიყო და ჯადოსნური ტილოს ნახატში გავიღვიძე. ისეთ ფერებში, როგორებსაც კლოდ მონე ხატავდა. თითქოს ცამ გადაწყვიტა ნეაპოლის სიყვარულით დაეხატა. ისეთი დილა იყო, როცა სიტყვები ზედმეტია. გინდა უბრალოდ უყურო და დაიჯერე, რომ ასეთი სილამაზე მართლა არსებობს. დღეს დილით უკვე ნეაპოლში გავიღვიძე და მთელ დღეს მის დათვალიერებას მოვანდომებ. წავედით.
სამწუხაროდ ნეაპოლმა წვიმა დაგვახვედრა, არა და ძალიან მინდოდა რაც შეიძლება მეტი მენახა ამ ქალაქში, თუმცა ვფიქრობ წვიმა ნამდვილად ვერ შემაშინებს. A few moments later. ეს რა წვიმა, ეს უბრალოდ ნესტია. Rainy man, hallelujah. ესეც ნეაპოლის გულისცემა, პლებისციტის მოედანი, თუმცა როგორც ხედავთ, X ფაქტორს აქვს ოკუპირებული მთლიანად მოედანი და ყველაზე ძალიან აი ეს არ მიყვარს ხოლმე მოგზაურობის. There is no chance to go inside. Another side Yes. is possible. It's possible the picturing and the photo. Yes. Monumental. Okay. Thank you. Bye. ეს არის ნეაპოლის ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე, პლებისციტის მოედანი, სადაც საუკუნეების განმავლობაში ხალხი იკრიბებოდა და დღესაც ნეაპოლის ისტორიის გულია. აქ ერთად დგას ორი მთავარი ღირსშესანიშნაობა: სამეფო სასახლე და სან-ფრანჩესკო დი პაოლას ბაზილიკა. ერთმანეთს პირდაპირ უყურებენ. ორი ეპოქა ერთ მოედანზე და როცა აქ დგახარ, თითქოს თავადაც ამ ქალაქის ისტორიის ნაწილი ხდები. ახლა ნეაპოლის ქუჩებში ვარ, ქალაქში, რომელიც მარადონას სახელს უკავშირდება. ნეაპოლში მარადონა გაღმერთებული ყავთ და მის გამოსახულებებს ქუჩებში ხშირად შევხვდებით. აი მაგალითად შეგიძლია ეს. ჩვენი კვანაც აქ არის. დიეგო მარადონა, არგენტინელი ფეხბურთის ლეგენდა 1984-91 წლებში ნეაპოლის კლუბში თამაშობდა. მან არა მხოლოდ გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა, არამედ მთელი ქალაქი გააერთიანა. სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან მარადონა და ალაგ-ალაგ ჩვენი ხვიჩაც გამოერევა ხოლმე. ბოლოს ნეაპოლის სავიზიტო ბარათთან მოვედით. ესეც ჩვენი მარადონა და მეორე მხარეს არის მისი უზარმაზარი გრაფიტი კედელზე. კედელზე ეს უზარმაზარი ფრესკა მარადონას ხასიათს, ენერგიასა და ქალაქის სიყვარულს გადმოსცემს. ადგილობრივები და არა მხოლოდ ხშირად მოდიან აქ, რათა პატივი მიაგონ მას, ფოტოები გადაიღონ და გაიხსენონ მისი უდავო მიღწევები. გრაფიტებიც ქალაქის სხვადასხვა კუთხეშია მიმოფანტული, რომელიც მოიცავს მის ისტორიას. ქალაქში სეირნობისას ის ეგრძნობ მის არსებობას, თითქოს მარადონა დღესაც აქ თამაშობს. ის არა მხოლოდ ფეხბურთელი, არამედ ნეაპოლის კულტურის, სულისკვეთების და ხალხის ერთიანობის ნაწილიც გახდა. იცოდი, რომ პიცის სამშობლო ნეაპოლია, ქალაქი, სადაც უბრალოდ სომი, ტომატი და მოცარელა ისტორიად იქცა. ნეაპოლში ამბობენ, თუ პიცას აქ არ დააგემოვნებ, მაშინ ნამდვილი პიცის გემო ჯერ არ გაგიგიაო. ხო და გამოსასწორებელი მაქვს ეგ ამბავი. აი აქ დაიბადა პიცა, პიცერია პორტ ალბა. დაარსდა 1738 წელს, როგორც პატარა საცხობი, რომელიც ქუჩაში გამვლელებს პიცას აწვდიდა. ზუსტად აქ გადაიქცა უბრალოდ სომი ნეაპოლურ პიცად, იმ ფორმად, როგორც დღეს მთელს მსოფლიოში ვიცით. 3 საუკუნეზე მეტი გავიდა და დღესაც აქ იგივე რეცეპტით, იგივე ღუმელში და იმავე ნეაპოლური წესებით ამზადებენ პიცას. მეც სწორედ აქ მოვდიოდი და მინდოდა ამ პიცის დაგემოვნება, მაგრამ სამწუხაროდ დაკეტილი დამხვდა, მაგრამ მარიამი რის მარიამია, ბეგეგმა რომ არ კონდეს. წავედით. I'm in love. I'm having a relationship with my pizza. ზუსტად ასე ამბობს ჯულია რობერტსი ფილმში ჭამე ილოცე შეიყვარე. და დღეს მე ნეაპოლში ვარ
იმ კაფეში, სადაც ეს სცენა გადაიღეს. აქ ყველაფერი უბრალოა. მაგიდები, კედლები, ქუჩის ხმაური, მაგრამ ატმოსფერო ისეთი აქვს, თითქოს კინოს კადრში ხარ. გამოუსწორებელი კინომანი ვარ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიყვარს, როცა მოგზაურობისას იმ ადგილებში ვხვდები, რომლებსაც ეკრანიდან ვიცნობდი. ახლა ვხვდები, რატომ ამბობენ. ზოგჯერ ბედნიერება ძალიან მარტივია. უბრალოდ სწორ ადგილას უნდა იყოს, სწორ დროს და რა თქმა უნდა, პიცით ხელში. ჭამე ილოცე შეიყვარე. დარწმუნებული ვარ, ეს ფილმი ბევრმა თქვენგან მაიცით და ზუსტად ის პიცა უნდა დავაგემოვნო, რომელსაც ამ ფილმში ჩვენი ჯულია აგემოვნებს. ფასრად შეეხება, ეს არის ფასები, ჩვენ ავიღეთ მარგარიტა და მისი ფასი სულ რაღაც 6 ევროა. რატომღაც მეგონა რომ იქნებოდა პატარა, მაგრამ თავადაც ხედავთ საკმაოდ დიდია. ხო, არ დამავიწყდეს ბონუსად. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. 1899 წელს დედოფალ მარგარიტას ნეაპოლში ვიზიტის დროს მისთვის მოამზადეს პიცა იტალიის დროშის ფერებში. პომიდორი, მოცარელა და ბაზილი. პიცა იმდენად მოეწონა დედოფალს, რომ სწორედ მას შემდეგ ეწოდა ამ პიცას მისი სახელი მარგარიტა. და ბოლოს, თუ ოდესმე გიფიქრიათ, შეიძლება თუ არა ადამიანს პიცასთან ურთიერთობა ჰქონდეს, ნეაპოლში პასუხი ერთია. კი. ესეც ასე, დავუბრუნდით ჩემს კრუიზს. დღეს ბოლო საღამოა და ცოტა გული მწყდება. არ მინდა დატოვება. კარებთან აი ასეთი სტიკერები დაგვახვედრეს, რომელზეც ჩვენს მონაცემებს დავაწერთ და მივაკრავთ პარკს. ღამით უნდა დავტოვოთ კარებთან თუ გვინდა რომ წაიღონ. ან შეგიძლიათ დაიტოვოთ და თავად გაიტანოთ მეორე დღეს. ალბათ თქვენთვის არ ახალია ყოველ ღამით სხვადასხვა წვეულებები კრუიზზე. დღეს white party-ა, თეთრი წვეულება, რომელიც ყოველთვის გრანდიოზული და ხმაურიანია. დილით ასეთი ცეცხლოვანიცა და ულამაზესი პეიზაჟები რომ დაგხვდება, არ ვიცი, როგორ არ უნდა აგეტიროთ ბედნიერებისგან. კრუიზმა ამ მოგზაურობაში ყველაზე ლამაზი აისები მანახა, რაც კი ოდესმე მინახავს. ესეც ასე, დასრულდა ჩვენი საკრუიზო მოგზაურობა. იმედია მოგეწონათ ეს ვლოგი და ასევე იმედია მოგეწონათ საკრუიზო მოგზაურობაც. ხო, მართლა, ეს მოგზაურობა დაგეგმილია ჩემი ტურისტულის მიერ, ასე რომ თუ შენს გსურს მსგავსი ჯადოსნური და თავგადასავლებითი სავსე მოგზაურობა საკრუიზო და არა მხოლოდ, მოგწერეთ სოციალურ ქსელებში და დაგიგეგმოთ როგორც საკრუიზო, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტურებს. დააიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს, რადგან ახალი მოგზაურობის დაგეგმა უკვე დაწყებული მაქვს. ჩაო!